ტიმოთეს რას ეუბნება, მე ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლია. ქადაგეს სიტყვა, ანუ მისიონერობაზეა საუბარი. ზედადეკ ჟამითი უჟამოდ, ანუ აი აქაც ჩანს ცეცხლი რა, ესე იგი აი აქტიური იყავ, ზედადეკ, ქადაგეს სიტყვა, ჟამითი უჟამოდ, არც დღე იყოს შენთვის, არც ღამე იყოს შენთვის. ქრისტიანი არ შეიძლება გავიდეს შვებულებაში. არ გულისხმობ სოციალურ სამყაროში არსებულ შვებულებას. ყოველთვის ქრისტიანი ხარ, რო გძინავს მაშინაც კი. არ არსებობს ღვთის შვებულება. ანუ ჩემთვის არ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც მე მღვდელი არა ვარ, სადაც მე მოვეშვები. ამიტომ ჩემთვის შვებულება როგორც ღვთლისთვის, სადაც არ უნდა ვიყო. რა გარემოშიც არ უნდა ვიმყოფებოდე. არასოდეს არ შეიძლება მღვდელი იყოს შვებულებაში, იმიტომ რომ უნდა ჟამითი უჟამოდ ამოწმებდე, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. გესმით? ამხილე შერისხე ნუგეშინისეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღვრებითა. აი ესეთი ცეცხლოვანება. და თუ ადამიანი მღვდელი არ არის და მე რა რომ მღვდელი არა. რა, სადმე თქვა სადღაც ხარ დასასვენებლად წასული. ხო? ოჯახთან ერთად მარტო სადღაც. იქ რა ქრისტიანი არა ხარ? იქ აი გესმის უცხო გარემოში, უცხოეთში ხარ. საერთოდ არც ქრისტიანობა იციან, არაფერი იციან. სასტუმროში ხარ. ლიფტში შეხვედი, თქვათ, იქ სადღაც საჭმელად შეხვედი სადღაც რესტორანში, ან რაღაცა გესმის ან ქუჩაში გახვედი. შენი მოძრაობა, შენი გამოხედვა, შენი ღიმილი უცხო ადამიანებთან. იცით, რამხელა რამე შეუძლია ადამიანს თუ შენ ზოგადად ქრისტეს თვალებით უყურებს სამყაროს, რამდენ ადამიანს გაახსენო. თუ ურწმუნოა, მაშ იმასაც კი რომ სიკეთე მგონი არსებობს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისე შემხვდა ვიღაც უცხო, ისე გამიღიმა, ისე მომესალმა, ისე რაღაცა მომაწოდა, ისე რაღაცა მკითხე და მიპასუხა, სიკეთე არსებობს. აქედან მე პატარა ბიძგი უნდა ადამიანს, ყველა ადამიანზე მუშაობს ღმერთი, რომ მისმა გულმა რაღაცა გაიწიოს სიკეთისკენ, მე კიდე და მე ეგება ღმერთის დაინახოს. ყველგან მისიონერები უნდა ვიყოთ ჩვენ. მღვდელი საერთოდ მით უმეტეს. ყველგან შესაძლებლობის მიმცემი, ყველგან და ყველასთვის რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ჟამითი უჟამოდ.